მოგესალმებით ყველას ჩემო კარგებო, გილოცავთ გაზაფხულის დადგომას, ასევე გილოცავთ 8 მარტს და თქვენ შემთხვევით არ მოხდით ჩემს არხზე, თქვენ გაიგებთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას თქვენი მომავალი ცხოვრების შესახებ, გაიგებთ როგორი გაზაფხული გელოდებათ და რა ცვლილებებს მოგიტანთ გაზაფხული. ჩვენ დღეს გვექნება გრანდიოზული საჯარო გაშლა, იქნება 10 კომბინაციის სახით. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, მაგრამ უმჯობესია რომ არ ჩაიფიქროთ, რადგან ყველა სფეროს შეეხება ეს ინფორმაცია თქვენი ცხოვრების და აი ესეთი ცალ-ცალკე, ანუ 10 კომბინაცია იქნება რეალურად და ყველაფერზე მიიღებთ ამომწურავ პასუხს. მოდით დავიწყოთ და გაშლა პირველი კომბინაცია. რა გელოდებათ გაზაფხულზე? რა ცვლილებების შემოვა თქვენს ცხოვრებაში? ცვლილებების შემოვა შემდეგი სახის. გარკვეული რაღაცა მაგიური გზით, რაზედაც თქვენ დიდი ხანი ნერვიულობდით, რაზედაც თქვენ ეძებდით პასუხს, რომ მოხდებოდა თუ არა ეს სასწაული თქვენ ცხოვრებაში, აგისრულდებოდათ თუ არა ეს სურვილი, თქვენ გაგინათდებათ გზა და ასევე ამ სურვილს აგისრულებთ კონკრეტული პიროვნებაში საცლოა. ან ვიღაცის დახმარება გჭირდებათ რაღაც საკითხთან დაკავშირებით და ზუსტადაც ეს ადამიანი დაგეხმარებათ და აგიხდებათ ეს სურვილი, რაზედაც თქვენ ახლა გაქვთ ჩაფიქრებული. დიახ, ეს სურვილი ახდება თქვენ ცხოვრებაში. ნახეთ? შეხედეთ? როგორ გისრულდებათ ეს სურვილი? გარკვეული ჯინი გისრულებთ ამ სურვილს, ესე ვთქვათ, და განათდება აი ის გზა, რითაც თქვენ ამ სურვილამდე უნდა მიხვიდეთ, რითაც მიაღწევთ ამ სურვილის ასრულებას. ასევე ამაზე შესაძლოა თქვენ ძალიან ბევრი დრო დაკარგეთ უკვე და უკვე იმედებიც არ გქონდათ აი ამ გარკვეული ოცნების ასრულებაში, მაგრამ მართლაც რომ აი ეს გაზაფხული იქნება სასწაულის შემომტანი თქვენ ცხოვრებაში და მოულოდნელად მოხდება ისევ იმ წიგნის გახსნა, ესე ვთქვათ, იმ ბედისწერის თქვენი ცხოვრების გახსნა, სადაც ზუსტად დროა რომ ეს სურვილი უნდა აგიხდეთ და აგისრულდეთ. თითქოს თქვენ უკვე რაიმეც დაკარგეთ ამ სურვილთან დაკავშირებით, შესაძლოა ენერგია, მუხტი, ძალა, მაგრამ ეს აუცილებლად აგისრულდებათ გაზაფხულის პერიოდში, რაც თქვენ სურვილი ჩაიფიქრეთ. ახალი ფურცლები გაიხსნება წიგნის, თქვენი ბედისწერის წიგნის, სადაც აი ეს სურვილი მაგიური გზით აგიხდებათ, რაზედაც თქვენ დიდი ხანია ინერვიულეთ, რაზედაც თქვენ უკვე ფარხმალი დაყარეთ, ანუ ამ სურვილის ასრულებას ელოდეთ გაზაფხულის პერიოდში. ეს თუ შესაძლოა, თუ გაქვთ ჩაფიქრებული პიროვნებასთან დაკავშირებით, თუ მარტო ხართ, ზუსტად აი ესეთი ადამიანი გამოგეგზავნებათ და გარკვეულ საზოგადოებაში შეხვალთ, ასევე სხვა საზოგადოებაში შედიხართ, სადაც ეს საზოგადოება იქნება ბევრი თქვენი სურვილის ამსრულებელი, ანუ ისეთ ადგილას შეხვალთ, სადაც თქვენ ბევრ მიზანს მიაღწევთ. ანუ შესაძლოა ახალ ეტაპზე გადავიდეს თქვენი ცხოვრება. ახალი ბედისწერის წიგნი დაიწერება თქვენ ცხოვრებაში ამ გაზაფხულის პერიოდში. იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი ცვლილება იქნება იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც თქვენ დიდი ხანი ელოდებოდით და აქამდე არ ხდებოდა. გაზაფხულზე ზუსტად ამას უნდა ელოდეთ. ეს პირველი. ეს გავიარეთ. გადავიდეთ მეორე ცვლილებებზე, რაც გელოდებათ, მეორე კომბინაცია კიდევ ანუ რა გელოდებათ გაზაფხულზე, ვნახოთ. მეორე კომბინაცია. ბოლომდე დაიხურება გზა თქვენი წარსულის დარდის, ესე ვთქვათ. ნახეთ რა ხდება, თქვენ ხშირად უბრუნდებით წარსულის სიტუაციებს. უბრუნდებით შესაძლოა წარსული ურთიერთობა შეიძლება იყო და ისევ იქ ბრუნდებით. მაგრამ ეს ურთიერთობა, რომელიც იყო წასასვლელი, დასასრულებელი, ეს ბოლომდე სრულდება. გაზაფხულში თქვენ ამ გზას ბოლომდე მოჭრით და ეს ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ ამას გააკეთებთ. გაზაფხულის პერიოდში გელოდებათ აი თავის დაღწევა იმ რაღაც ცუდი
ურთიერთობებისგან, ასევე გარკვეული პრობლემებისგან, რეალურად გაზაფხული იქნება პრობლემებისგან თავის დაღწევის თქვენ შემთხვევაში. აი ეს ორი კომბინაცია რომ განვიხილოთ. რადგან ისეთი რაღაცები ამოტივტივდა ასევე წარსულში, რომელიც დღეს რეალობაში დაგიდგათ და ეს განერვიულებთ, რომ როდის დასრულდება, როდის დამთავრდება, რომ დაიღალეთ ისევ იმ წარსულში დახურული კარების თავიდან ისევე გახსნით, რომ წავიდეს აი ეს ადამიანები თქვენიდან და ეს ასე მოხდება. შესაძლოა გარკვეული საქმიანობაც აღარ გინდათ, რომ რაღაც საქმეში იყავით ჩართული, გინდათ ბოლომდე დაასრულოთ ეს პრობლემა, გინდათ ბოლომდე მოაგვაროთ ეს საკითხი. დიახ, აი ამას მოაგვარებთ, ამას დაასრულებთ, აი ამ კარებს ბოლომდე მყარად დაკეტავთ, რასაც აღარ გააღებთ, მიხვდით? აი ეს გელოდებათ გაზაფხულის პერიოდში და ეს არის მთავარი სასიკეთო ინფორმაცია და მთავარი სასიკეთო ამბავი, რაც თქვენ გელოდებათ, იმიტომ რომ ის რაღაც ცუდი ნეგატიური ადამიანები შესაძლოა რაღაც ისეთი სამსახური, რომელიც წინ ვერ მიდიხართ და გინდოდათ ამდენი ხანი თავი დაგეღწიათ, დაუშვათ ამ არც თუ ისე პერსპექტიულ სამსახურს, აქ დახურავთ ყველაფერს. დაიკეტება ყველაფერი ის, რაც არ მუშაობდა აქამდე. და ეს კარგი იქნება, რადგან ნახეთ, აქ შემდეგ თქვენ გელოდებათ ძალიან კარგი ცვლილებები. კარგი ცვლილებები თუ აი ამას თქვენ დაასრულებთ აქ. ან ხართ ისეთ გარკვეულ ოჯახურ სიტუაციაში, არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორთან ისეთ სიტუაციაში, რომელიც ადამიანი არ გშორდება, წლების მანძილზე გინდათ რომ ეს ადამიანი მოიშოროთ და ძალიან ბევრი ზიანი მოგიტანათ ცხოვრებაში. აი ამის დახურვა იქნება ბოლომდე. აქ უნდა მოჭრათ ეს ხაზი, გადაჭრათ, ესე ვთქვათ და დაასრულოთ, იმიტომ რომ ამის გამო თქვენ ვერ ვითარდებით. ვერ მიდიხართ წინ. ეს პარტნიორი შესაძლოა, ან ეს ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, ან შეიძლება ათესავე იყოს, უბრალოდ აი ვიღაცა ძალიან ცუდ ნეგატივს თქვენ ესე ვთქვათ გაძლევთ, რომ ვერ თავისუფლდებით შემდეგ და შესაბამისად წინაც არ მიდის თქვენი საქმიანობა, ფინანსური კეთილდღეობა, შესაძლოა გონებრივათაც გიჭირდეთ რაღაცების გადაწყვეტა, იმიტომ რომ სულ ცუდ ხასიათზე იყოთ, ცუდად იყოთ, იმიტომ რომ ეს არის აღებული ნეგატივი ადამიანისგან და ამ ადამიანთან თქვენ უნდა გაწყვიტოთ კავშირი და გაზაფხულზე ზუსტად რომ გაწყვიტავთ და იმდენად ამოისუნთქებთ, იმდენად თავიდან დაიბადებით, რომ ეს იქნება ახალი კარები, ახალი გასაღები თქვენი ცხოვრების და თქვენი ახალი ცხოვრების ეტაპის. აღარ გადაიყვანოთ ეს ადამიანი ზაფხულში, ზამთარში, ან ეს საქმიანობა ზაფხულში, მომავალ ზამთარში, იმიტომ რომ ეს უკან გწევთ თქვენ ძალიან. აი ამ ყველაფრის დახურვა იქნება მეორე კომბინაციაში და ახალ ეტაპზე, კარგ ეტაპზე გადასვლა თქვენი ცხოვრების. ეს არის გამოღვიძების პერიოდი, მიხვდით თქვენთვის. აი სამყარო გეუბნებათ, რომ გამოფხიზდი, წამოდი მაქედან, ნუ ხარ მაგ სიტუაციაში, დაასრულე, დაკეტე და შენ ახალი გზები გაგეხსნება. აი ამის თქმა უნდა სამყაროს თქვენთვის, რასაც აქ მიგანიშნებთ ზუსტად. ახალი გზა გელოდება, ახალი ცხოვრება გელოდება, ნუ ხარ იქ, სადაც არ უნდა იყო, ეს შენი არ არის. აი ეს სიტყვები დაიმახსოვრეთ, ეს შენი არ არის. შენ უკეთესი გელოდება, შენ უკეთეს იმსახურებ და შენ ეს შეგიძლია. მეორე კომბინაცია, აი ამას გეუბნებათ. დაკეტეთ ის კარებები, რომლებიც დიდი ხანი აკაკუნებთ და არ იღება. მიხვდით, რომ ის არ არის თქვენი. გადავედით მესამეზე, აბა კიდევ რა გელოდებათ გაზაფხულზე. ერთი კარტია თუ ორი, ეს რადგანაც ახალი კარტია. ორი ამოდის ხო? ჩემო კარგებო, ეხლა ნახეთ რა ხდება მესამე კომბინაციაზე, მესამე ვინც ყველას უნდა უყუროთ უმჯობესია, რომ ყველა სფეროზე იქნება პასუხი. კიდევ რა გელოდებათ, ანუ ნახოთ ეხლა ესე იგი რა გელოდებათ. გარკვეული წამზომი ჩაირთო, დრო ჩაირთო იმისთვის, რომ თქვენ მოძლიერდეთ, დადგეთ მყარად ფეხზე. რაც
დაწყებული გაქვთ უკვე ეს შრომა, მაგრამ ვერ ხვდებით სწორი მიმართულებით მიდიხართ თუ არა, იქნება თუ არა ეს ყველაფერი წარმატების მომტანი. ჯერ არის გაურკვეველი თქვენი სიტუაცია, მაგრამ თქვენ უკვე იწყებთ სწორად დგომას, ანუ სწორ მიმართულებით მიდიხართ, ესე ვთქვათ. შესაძლოა ეს არის საკითხი, როდესაც თქვენ შინაგან ტრანსფორმაციებს აკეთებთ, ანუ თქვენი შინაგანი გარდასახვა ხდება, ქალური გარდასახვა შესაძლოა, ან თუ მამაკაცი უყურებს, ანუ შინაგანი ახალი მოთხოვნილებების გაღვიძება და ეს წამზომი ჩაირთო ზუსტად თქვენ უკვე დაწყებული გაქვთ ეს პერიოდი, ეს ტრანსფორმაციის პერიოდი და წარმატებით გაივლით ამ პერიოდს და დადგებით ძალიან მყარად ფეხზე. ძალიან სიმყარე გექნებათ. ასევე ეს არის შინაგანი გამოღვიძება ემოციების. მიხვდებით ზუსტად რა გჭირდებათ. ეხლა თუ ვერ ხედავთ თქვენ თქვენს მომავალს, საერთოდ იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი ფიქრებით, თქვენი ეხლანდელი აზრებით, თქვენ იღებთ თქვენს მომავალს მომავალში. წარმოიდგინეთ, ეხლა თქვენ რასაც ჩაუყრით ფუნდამენტს, ეს იქნება თქვენი 2 წლის, 3 წლის რეალობა მომავალში, რაც ახდება რეალურად თქვენს მომავალში, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში რეალურად. ანუ ეხლა თქვენ ყრით ფუნდამენტს, თქვენი აზრებით, თქვენი სრულებით. წარმოიდგინეთ ახლა, როგორი ცხოვრება გინდათ თქვენ 2 წლის შემდეგ, 1 წლის შემდეგ, აი როგორი მომავალი გინდათ. აი ამას თქვენ რასაც დასახავთ, აი უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩათვალეთ, თქვენ მიიღებთ იმ ცხოვრებას იმ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რა პერიოდით თქვენ გაინტერესებთ. იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი რესურსი, ჩვენი დღევანდელი ფიქრები გვაძლევს ჩვენი მომავლის რეალობას. მიხვდით? და თქვენ გახართ ზუსტად ახლა ამ გზაზე. ანუ ეხლა თქვენ ყრით რაღაცა ფუნდამენტს, აშენებთ რაღაცას, რასაც რეალურად მოგცემთ თქვენი მომავალი წლები, რასაც თქვენ რეალურად მიიღებთ თქვენს მომავალში. აქ ასევე კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ თუ ახალი საქმიანობა დაიწყეთ, ან ახალი ურთიერთობაში შეხვედით, აი ეს დრო, გაზაფხულის პერიოდი, გაჩვენებთ თქვენ, რამდენად ხელსაყრელი იქნება ესა თუ ის ურთიერთობა, ან ბიზნეს საქმიანობა, ან ახალი პროექტი. ამ სამი პერიოდის განმავლობაში ძალიან დაკავებული იქნებით აი ამ საქმიანობით, თუმცა ვერ დაინახავთ თქვენ რეალურ შედეგს გაზაფხულის პერიოდში. რეალური შედეგი შესაძლოა უფრო წლის მეორე ნახევრიდან დაინახოთ, ანუ სადღაც შეიძლება ზაფხულის პერიოდში ან შემოდგომაზე. აი ამ პერიოდში დაინახავთ, იმიტომ რომ აი ეს დრო ჯერ არ არის ამოწურული, რომ თქვენ შედეგები დაინახოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული მარტოობის ან შინაგანი ემოციების სიმცირე, რაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და მიაქციოთ ყურადღება, რა გსურთ თქვენ, რა გინდათ რომ უფრო მეტად წამოიწიოს წინა პლანზე. უფრო უმჯობესი იქნება ასევე რჩევისახით უფრო ესეთი რაღაც შეიძლება ითქვას, რომ თქვენს პირად ემოციებს დაუთმეთ დრო. იმიტომ რომ იმდენად შეიძლება გართული იყოთ ბევრ რაღაც საკითხში, რომ აი ეს რაღაცა შინაგანი მომენტი ემოციების, თუნდაც სასიყვარულო ემოციების იყოს მინელებული და აი ამის გამოღვიძება დაგჭირდებათ აუცილებლად და გამოიღვიძებს ზუსტადაც რომ გაზაფხულზე ეს ემოციები, რაც იქნება ძალიან კარგი. მაგრამ იმას, რაც ახლა თქვენ რა გარდასახვასაც გადიხართ, ეს არის ძალიან კარგი გზა, რომელსაც თქვენ ახლა ადგახართ. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საკითხში, რასაც თქვენ აპირებთ ცვლილებებს, ეს ძალიან კარგი იქნება ამ გაზაფხულის პერიოდზე და თქვენ ამ შედეგს აუცილებლად ნახავთ ცოტა უფრო მერე დაინახავთ, რატომ მოხდა ეს თქვენში ეს ცვლილებები, რატომ მოხდა ეს გარკვეული გარდასახვა, რადგან ძალიან კარგ შედეგს და ძალიან კარგ სიძლიერეს შეგმატებთ თქვენ მომავალი ცხოვრებისთვის, თქვენი მომავლისთვის და ამას თქვენ დაინახავთ, რატომ გაიარეთ თქვენ ეს გზა გარდასახვის, ტრანსფორმაციის, რადგან მეტად სიმყარეს და მეტად უფრო სიძლიერეს მოგცემთ მომავალში. ანუ კარგად წავა აი ეს თქვენი მუშაობა თქვენს თავზე, ახალი მუშაობა ასევე თქვენს საქმიანობაზე, იმიტომ რომ ეს მომავლის შედეგის სიმყარეს მოგცემთ.
შეიძლება ცოტა მარტოობამ შეგაწუხოთ, ბევრი შემთხვევაში ეს მესამე კომბინაცია. მარტოობა შეგაწუხოთ, მაგრამ ამაზე იმუშავეთ აუცილებლად, შესაძლოა ძალიან კარგად დაძლიოთ თქვენი ახლობელი პარტნიორის შემთხვევაში, აი ეს მარტოობის შეგრძნება. ეხლა ვნახოთ მეოთხე სიტუაცია. აი, ორი ერთად ამოვიდა. გასაღები, რომელიც თქვენ გექნებათ, რასაც ძალიან დიდი ხანი ოცნებობდით, ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონების შეცვლა, ან რაღაცის შეძენა, ან ასევე ზუსტად იმას ეძებდით, ის იპოვოთ, რასაც ამდენი ხანი ეძებდით ნებისმიერ საკითხში და ეს მოგიტანთ აი შინაგან გასხივოვნება, შინაგან ბედნიერებას, თქვენი სრულის ასრულების პერიოდი იქნება. ყველა საკითხში აბსოლუტურად, იმიტომ რომ დიდი ხანი რაღაც რაც არ ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში, მოარგებთ იმ გასაღებს, ნახავთ ზუსტად იმ ადგილს, რაც გჭირდებოდათ, გამოგივათ ზუსტად ის პროექტი, რასაც ამდენი ხანი ეძებდით, იპოვით ზუსტად იმ სამსახურს, რაც თქვენ ამდენი ხანი გჭირდებოდათ და ასევე კეთილდღეობა გექნებათ სასიყვარულო ურთიერთობებში, ფინანსებში, ნებისმიერ თქვენი სრული რაც არის ჩაფიქრებული, ზუსტად იმას მიიღებთ თქვენ გაზაფხულის პერიოდში. ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, თქვენი სურვილებიც აი ესე გამოიღვიძებს და დაიწყებს ასრულებას. და იქნებით ძალიან ბედნიერი. ეს შეიძლება იყოს მოგზაურობას თქვენ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ახალ ადგილას, ახალ ტერიტორიაზე გადასვლა, ახალი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ავტომობილის შეძენა, პარტნიორთან კარგი ურთიერთობების დალაგება და ერთმანეთთან იპოვით საერთო ენას. თუ გაქვთ რაიმე გაურკვეველი, ერთმანეთთან იპოვით საერთო ენას, რასაც დიდი ხანი ელოდებოდით. ეს იქნება ძალიან კარგი და ბედნიერების, შეგრძნების, კეთილდღეობის, წინსვლის პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. აი იმდენად შინაგანად გასხივოვნდებით, რომ აი ვერც კი წარმოგიდგენიათ, სადღაც ღრუბლებში იფრე და ისეთ ბედნიერი იქნებით. აი გარკვეული ემოციებით, რომელიც შემოვა თქვენთან, თქვენ ცხოვრებაში, რომ აი როგორც იქნა, რომ აი გააღებთ იმ კარებს, გააღებთ იმ გასაღებით, აი საჭირო გასაღებს რომ იპოვით, რომ აღებდით რაღაც კლიტეს ვერ უპოვეთ რაღაც გარკვეული გასაღები, შეიძლება პარტნიორიც იყოს ეს, მაგრამ რომ შესაფერი ზუსტად გასაღებს იპოვით, აი იმ ისეთი რომ გააღებთ კარებს და დიდი ხანი რომ ეწვალებოდით, რომ შესულიყავით აი ამ რაღაც ადგილას, მაგალითად რომ ვერ პოულობდით შესაფერის მომენტს ან გასაღებს ხომ შესვლის და გააღებთ და იქ ბედნიერება გელოდებათ. იქ გელოდებათ ყველაფერი საუკეთესო. შესაძლოა კიდევ ერთხელ ამბობ, ეს იყოს პარტნიორთან ურთიერთობა, რომელსაც ვერ ალაგებდით, ვერ უპოვეთ ისეთი რთული ადამიანი იყო, რომ ვერ უპოვეთ ისეთი მისადგომი, აი მიდგომა ამ ადამიანთან, რომ თქვენ რაღაცა დამშვიდებულიყავით და ჰარმონია გეპოვათ. ანუ ჰარმონიას იპოვით თქვენს პარტნიორთან, რასაც ეძებდით, ან უძრავქონებას ეძებდით, ამდენი ხანი ვერ პოულობდით, ან რაღაცას ეძებდით, აი იმას იპოვით. და ეს იქნება ძალიან საუკეთესო პერიოდი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც გაგრძელდება ძალიან დიდ ხანს, ეს დაიმახსოვრეთ აუცილებლად. ძალიან დიდ ხანს გაგრძელდება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ ძალიან ბედნიერი იქნებით და გაზაფხულიდან იმ კარებს გააღებთ თქვენი ცხოვრების, იმ ფურცელს გადაშლით თქვენი ბედისწერის, სადაც თქვენ იპოვით თქვენ თავს და სადაც იქნებით ძალიან ჰარმონიულ, ბედნიერ ეტაპზე თქვენი ცხოვრების, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ოღონდ აუცილებლად ეცადეთ, არ მოეშვათ, თუ გაქვთ ეს რაღაც საკითხი, აუცილებლად შეეცადეთ და იპოვით იმ გასაღებს, რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენ საუკეთესო მომავლის შეხედეთ. აი უკვე მიზანთან ახლოს ხართ. ნახეთ? მინდა ისე კარგად გამოჩნდეს, რომ ნახეთ როგორი კარგი მომავალი გელოდებათ. და თავარია ეს გასაღები. იპოვოთ, გახსნათ და თქვენ შეხვალთ არაჩვეულებრივ ულამაზეს სამყაროში, რომელიც თქვენ დიდი ხანია ელოდებოდით და რომელსაც დიდი ხანია იმსახურებთ. ეს იყო მეოთხე. კიდევ რა გელოდებათ, კიდევ რა ცვლილებები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ჩემო კარგებო, აბა ვნახოთ.
თავად თქვენ ამოხვედით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა იყოს უცხოეთის კავშირები, უცხოეთის კონტაქტები, რაც აქამდე იყო დაბლოკილი, რასაც აქამდე ძულივს არა, უბრალოდ რაც აქამდე გიჭირდათ, რომ დაგეძლიათ, ესე ვთქვათ, გარკვეული პრობლემა შეიძლება უცხოეთიდან მიყურებთ, შეიძლება ეხლა პირებთ გამგზავრებას არ გამოგდიოდათ, უბრალოდ აქამდე რაღაცა პრობლემა იდგა უცხოეთის კონტაქტებზე, ან საყვარელ ადამიანს ვერ ნახულობდით ამ გარკვეული პანდემიის პირობებიდან გამო, ასევე შესაძლოა გამგზავრება გინდოდათ, მაგრამ ვერ მიემგზავრებოდით. აი, გაზაფხულზე ზუსტად არაჩვეულებრივი მომენტი იქნება ამ ყველაფრის ასრულების და ზუსტადაც რომ გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხები აგისრულდებათ, კარგ გზაზე დადგებით. ასევე პრობლემა რაც იყო საბუთთან დაკავშირებით, საზღვართან დაკავშირებით, შეხვედრასთან დაკავშირებით, უცხოეთის კონტაქტებთან დაკავშირებით, გაჭედილ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც არ მოდიოდა უცხოეთიდან. აი, ამ ყველაფრის ასრულება გელოდებათ. ახალ ნავში ჩაჯდებით, ახალ მოგზაურობაში მიდიხართ, მარტივად რომ გითხრათ. გინდა სასიყვარულო ურთიერთობის, რაც არ იყო შეხვედრები, დაიწყება შეხვედრები. იყო პრობლემები ურთიერთობაში, დაიწყება თქვენ დასასიკეთოთ, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორიც თქვენ ოცნებებში გქონდათ, აი ესეთ გემში შეცურავთ ამ პიროვნებასთან ერთად, რაც თქვენ გაწუხებდათ, აი შინაგანად იყო დაბრკოლებული, ესე ვთქვათ, არ ვითარდებოდა. აი ეს დაიწყებს ასევე თქვენთან მოძრაობას. ასევე იცით კიდევ როგორი რაღაცა, ანუ აქედანაც ვიხილავ ხოლმე რომ იცოდეთ, სხვანაირად ვკითხულობ მე ზოგადად ლენორმანის კარტებს, მარტო გამოსახულებით არ იკითხება ეს. და ნუმეროლოგიით ვკითხულობ. გექნებათ ძალიან საინტერესო ბიზნეს მოლაპარაკებები, საინტერესო ადამიანებთან მოლაპარაკებები, რომლებიც ძალიან სასიკეთო იქნება თქვენთვის და ეს იქნება შეხვედრები ბიზნესთან დაკავშირებით. ბიზნესთან დაკავშირებით კონტაქტების განახლება, რაც აქამდე შესაძლოა რომ არ იყო აქტიური და ეხლა გააქტიურდება, ანუ მოვა ადამიანები შემოთავაზებით თქვენთან და ამ შემოთავაზებებს აუცილებლად დათანხმდებით თქვენ და ეს იქნება თქვენი წინსვლის პერსპექტივა. მაგრამ მეტად ვისაც აქვს მეხუთე კომბინაციაში ჩაფიქრებული უცხოეთის კავშირებზე რაიმე კითხვები, აქ იქნება გაზაფხულის პერიოდში გაიხსნება ის გზა, რაც თქვენ დიდი ხანია გეგმავდით, თუ ელოდებით პარტნიორს, ან პიროვნებას, ან ადამიანს, რომელიც უცხოეთიდან უნდა ჩამოვიდეს, დიახ, შეხვდებით, თუ ამდენი ხანი მოხდა პრობლემა თქვენ შეხვედრასთან დაკავშირებით, ზუსტადაც რომ გაზაფხულზე, აპრილის თვეში, მაისის თვეში გექნებათ ამ ადამიანთან შეხვედრა, თუ ელოდებით, დადებით პასუხს გამგზავრებასთან დაკავშირებით, საელჩოში გამოძახებას, გამგზავრებასთან დაკავშირებით გამოგიძახებენ და ძალიან მალე მოხდება თქვენი გამგზავრება კონკრეტულ ადგილზე. მოკლედ, ეს მეხუთე კომბინაცია მეტად უფრო არის თქვენს გზებთან დაკავშირებული და ზუსტად აი აქ აგიხდებათ ეს ჩაფიქრებული საკითხები. და ასევე ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, რაც ძალიან სასიკეთო იქნება და აი ახალიც კი არა, იცით რა არის, უფრო კავშირების გამყარების მომენტი დადგება და ახალ პლატფორმაზე შევა თქვენი ბიზნესი ახალ კატეგორიაზე გადავა, ესე ვთქვათ და სხვა ადგილებშიდაც შეგეძლებათ რომ იმუშაოთ, ესე ვთქვათ, გახსნათ თქვენი ბიზნესი. ესე მარტივად რო გითხრათ. მეზობელმა რემონტი დაიწყო, მე მგონი და ხმად შეიძლება ისმოდეს თქვენთან. თვითონაც დიდ ბოდიშს გიხდით. ეს იყო მეხუთე კომბინაცია, ხო? ეხლა ვნახოთ მეექვსე. კიდევ რა ცვლილებები გელოდებათ? ურთიერთობები, რომლებიც იქნება დაკავშირებული ძალიან დიდ ისეთ გრძნობებთან, მეგობრობიდან გადაზრდილი სიყვარული შესაძლოა იყოს, ასევე შესაძლოა იყოს მოულოდნელი გრძნობები ისეთ პარტნიორთან, რომელსაც
არ უნდა მომხდარი იყოს შესაძლოა და არ ელოდებოდით, რომ თქვენ ამ გრძნობებში ჩავარდებოდით და ძალიან ისეთი თავბრუდამხვევი გრძნობები გელოდებათ, იქნებით ძალიან მომხიბვლელი, მინდა გითხრათ, ანუ ეს ადამიანი თითქოს გამოგაფხიზლებთ და შემატებს თქვენს ქალურობას, ან თქვენ თუ მამაკაცი მიყურებთ, ანუ რაღაც შინაგანი ენერგია მოგეცემათ, ისეთი ძალიან საინტერესო, რომელიც ურთიერთობებს ეხება რეალურად, რომელიც ეხება გრძნობებს და ეს გრძნობები თითქოს გამყარდება, მაგრამ აქ თითქოს ორივე პარტნიორი ერთმანეთს შესაძლოა რაღაცას მალავდეთ ან ატყუებდეთ თითქოს ერთმანეთს, თუმცა ეს შეიძლება ძალიან ისეთი უბოროტო ტყვილი იყოს, იმიტომ რომ მაინც ერთგულება გექნებათ ერთმანეთის და საკმაოდ დიდი გრძნობები იქნება ერთმანეთს შორის და გაზაფხულის თვეში ელოდეთ აი ძალიან აი ისეთ თქვენი თავის ცვლილებებს, რომელიც გამოწვეული იქნება თქვენი პარტნიორისგან, იმიტომ რომ ისეთი ადამიანს ან გაიცნობთ, ან ნახავთ, ან ისეთ გრძნობებში ჩავარდებით, რომ ამ ადამიანის მოსახიბლად ძალიან ბევრ ცვლილებებს განახორციელებთ თქვენს თავში. ანუ ეხლა აი მარტივად რომ აგიხსნათ და აი ქალების მაგალითზე რომ განვიხილოთ. დაუშვათ არის კონკრეტული ობიექტი, ვინც მოგწონთ და ამ ობიექტის გამო თქვენ დაიწყებთ სტილის შეცვლას, ანუ უფრო ლამაზად მოგინდებათ რომ გამოიყურებოდეთ, უფრო მეტ დროს დაუთმობთ თქვენს თავს, უფრო იქნებით ძალიან მომხიბვლელი, მოკლედ აი ძალიან ისეთი სხივი იქნება თქვენს თვალებში და თქვენს ვიზუალსაც ძალიან რომ შეეტყობა ეს და ძალიან ულამაზესი იქნებით მოკლედ. ეს საჭირო იყო ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და აი ამ პარტნიორთან რაღაცა რო ღვივდება, მიხვდით, აი ამ თქვენს მიერ შერჩეულ პარტნიორთან რომ რაღაც ღვივდება და რომ სულ ცდილობთ რომ თავი მოაწონოთ და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ აქამდე თუ აი ესეთი რაღაც არ იყო თქვენ ცხოვრებაში, ზუსტადაც რომ აი ესეთი რაღაც წინაშე დადგებით გაზაფხულის პერიოდში და ერთგვარი დიდ ენერგიას მოიძიებთ, ანუ აი ასეთი ობიექტით, ესე რომ ვთქვათ. და ძალიან მომწონს ეს ძალიან კარგია თქვენთვის. და ნებისმიერ ადამიანს ალბათ ძალიან კარგი, როდესაც ვიღაცას ვეპრანჭებით, როდესაც ვიღაცას ყოველდღიურად გვინდა ადრე გავიღვიძოთ და რაღაც ისე ლამაზად ჩავიცვათ, რომ დაგვინახოს და აი ამ ემოციებზე ვგიჟდები, მოკლედ და ესეთი ემოციები გექნებათ თქვენ აუცილებლად გაზაფხულის პერიოდში. თუ დაუშვათ უკვე მყარი ურთიერთობა გაქვთ პარტნიორთან, ხომ? უბრალოდ იქნება აქ რაღაცა პატარა ტყუილები შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს ტყუილები გამოაშკარავდება, მაგრამ ძალიან უვნებელი იქნება, ესე ვთქვათ, თქვენთვის და მეტად უფრო აი გამოტყდო, მაიცით რა რომ აი ეს მოგატყუე რაღაცა, ესეთი უნიშნულო ტყუილი გითხარი და აი თქვენს დაწყნარდებით, რომ ეს ადამიანი ან აღიარებს, ან თქვენს გულს გადაუშლით და ეტყვით, რომ აი ესეთი რაღაც გავაკეთეთ და მოუბოდიშებთ ერთმანეთს, მაგრამ ისევ ერთად იქნებით. გამყარება, პოზიციების გამყარება და ასევე ერთგულება ერთმანეთთან, ანუ ერთგული ურთიერთობა ერთმანეთთან გელოდებათ ასევე. იცით, აი ამ შემთხვევაში კიდევ შესაძლოა განიხილოს ესეთი საკითხი, რომ მამაკაცის გააქტიურება ან პარტნიორის გააქტიურება, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. აი პარტნიორის გააქტიურება იქნება ძალიან დიდი აქტიურობა დაიწყებს, ანუ შეეცდება რომ იპოვოს თქვენთან მოსასვლელი გზა რეალურად და თუ რაიმე გაწყენინათ ამ ადამიანმა, ხო? აი შეეცდება რომ ეს რაღაცა დაგავიწყოთ, თან რაღაცა ისეთი საქციელი გააკეთოს, რომ შეგირიგოთ, ანუ ესე რომ ვთქვათ. ეს იყო მე-6 კომბინაცია. გადავდივართ ახლა მე-7 კომბინაციაზე. კიდევ რა გელოდებათ გაზაფხულის პერიოდში? კიდევ რა იქნება თქვენთვის საინტერესო, რა ცვლილებები მოვა? ძალიან მაგარი ცვლილებები მოვა, მინდა გითხრათ თქვენს ცხოვრებაში. მე-7 კომბინაცია, ძალიან მაგარი. პირველ რიგში გექნებათ რაღაც მოლოცვა. ეს შეიძლება იყოს
შულთან დაკავშირებით მოლოცვა, ან თქვენი შვილი ოჯახდებოდეს, ან შეიძლება თქვენ თავად გქონდეთ შეთავაზება, ასევე ერთგულების დამტკიცება, ასევე დანაპირების შესრულება, ასევე ხელის თხოვნა, შესაძლოა თქვენ ემზადებოდეთ ქორწილისთვის, შესაძლოა თქვენ ემზადებოდნეთ ნიშნობისთვის, მოულოდნელი ხელის თხოვნა მოხდეს თქვენ შემთხვევაში. ასევე შესაძლოა რაღაცას, რასაც ელოდებით, რომ მოსალოცათ, რომ გაქვთ საქმე, რომ თქვენ გილოცავენ რაღაც მნიშვნელოვან ამბავს. შესაძლოა ეს იყოს შვილთან დაკავშირებით, შეიძლება ფეხმძიმობა იყოს, ასევე თქვენი შვილის გაბედნიერება იყოს, ეს შეიძლება იყოს ფინანსები ძალიან დიდი, რაღაცის მოგებაც არ არის გამორიცხული, რატომაც არა. რაღაც თანხის აღება, შესაძლოა მემკვიდრეობის მიღება, რაღაც თანხის ჩარიცხვა, რომელსაც დიდი ხანი ელოდებოდით. ასევე პერსპექტიული წინადადება, რომელსაც არ ელოდებით აბსოლუტურად და ძალიან პერსპექტიულ ადამიანთან შეხვედრა, ესეც შეიძლება იყოს. კიდევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური პრობლემები არ გექნებათ გაზაფხულის პერიოდში. ასევე შეგვიძლია ერთი წუთით ეხლავე მე თქვენ გეტყვით. მაინც დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ შერიგება იქნება პიროვნებასთან, რომელთანაც გაზაფხულის შემთხვევაში მიიღებთ დაპირებას, რომ თქვენ ზაფხულში დაიწყებთ თანაცხოვრება, შესაძლოა იყოს, ან უბრალოდ პირობას, რომ თქვენ იქნებით ერთად. ერთმანეთს მისცემთ პირობას, რომ თქვენ ხართ ერთად, გაქვთ კარგი მომავალი და იქნებით ასევე შესაძლოა შვილთან დაკავშირებითაც დაგეგმოთ მომავალი. ძალიან კარგი ცვლილებები გელოდებათ ფინანსებთან დაკავშირებით. თუ რაიმის დამტკიცებას ელოდებით, თუ რაიმის ხელმოწერას ელოდებით, თუ რაიმის გაყიდვას ელოდებით, თუ რაიმის შეძენას ელოდებით, ეს ყველაფერი აგიხდებათ გაზაფხულის პერიოდში და ზაფხული იქნება აი ამ გაზაფხულის პერიოდიდან გამომდინარე დამოკიდებული, აქ რაც შემოვა, რაც მოხდება გაზაფხულის პერიოდში, აი ეს გაგრძელდება ზაფხულში, იმიტომ რომ ზაფხულში საერთოდ უფრო ბევრად კარგად იქნებით და გაზაფხული იქნება ფუნდამენტი თქვენი საუკეთესო ზაფხულის. თუ იწყებთ თქვენ ახლა რაღაც საქმეს, რომელიც შეიძლება ან ტურისტებთან იყოს დაკავშირებული, ან როგორც იცით, სეზონურ სამსახურთან დაკავშირებით, აი ამას დაიწყებთ ზუსტად, აი ამ ბიზნესს გახსნით ზუსტად და ზაფხულში კარგი შემოსავალიც გექნებათ აქედან. ანუ ეს შეიძლება იყოს, იცით, როგორი რაღაც მგონია კიდევ. ეს შეიძლება იყოს, აი რაღაცა პროექტები რომ არის, სეზონური პროექტები, ან სახელმწიფოს დაფინანსების პროექტები, დიახ, აი აქ დაგიფინანსდებათ აი ეს პროექტი, აი ესეთი რაღაცა შესაძლოა იყოს. ან თუ რაღაცა ბიზნესს აკეთებთ და გჭირდებათ გარკვეული თანხები, თქვენ ამ თანხებს მოიძიებთ და გააკეთებთ ძალიან მარტივად ამას და ძალიან კარგის მომტანი იქნება ეს ყველაფერი. მაგრამ ბევრი შემთხვევაში იქნება წყვილების დაოჯახების პერიოდი. აი თქვენ ნახეთ ახლა გაზაფხულზე, ზაფხულზე რამდენი დაოჯახების მომსწრე გავხდებით. ძალიან ბევრის. აი ეს პერიოდი იქნება ოჯახების შექმნის, უამრავი წყვილების შედგება, ესე ვთქვათ, გაზაფხულის პერიოდში, იმიტომ რომ ეს თითქოს რაც აი აქამდე ეს პანდემიის პირობები და ასე შემდეგ იყო ძალიან ისეთი რთული, აი ახლა იქნება აი ამ ყველაფრის ორმაგად, როგორ იცით, გაორმაგება აი ამ ყველაფრის. მეტად იქნება ემოციები, მეტად იქნება ადამიანებში სურვილი რომ იყვნენ შეყვარებულები, მეტად დაუთმობენ საყვარელ ადამიანებს დროს და ძალიან კარგი პერიოდი იქნება, მოკლედ პირად ურთიერთობებისთვის, აი მეშვიდე კომბინაცია ვინც ჩაიფიქრეთ. და ელოდეთ ამ ცვლილებებს. ბევრი შემთხვევაში შვილის დაოჯახება იქნება, ან თავად თქვენი დაოჯახებაც რატომაც არა, ან შვილის გაბედნიერება, მოკლედ აი შვილზე რომ გაიგებთ კარგ ამბავს, ან თუ ელოდებოდით რაღაც ისეთ მნიშვნელოვან სიახლეს თქვენ შვილთან დაკავშირებით, ძალიან გაგახარებთ. მერვე კომბინაციაზე გადავდივართ.
მერვე კომბინაცია. მერვე კომბინაცია შესაძლოა არის დიდი ალბათობით ეს არის რომ თქვენ დაიღალეთ მარტოობით. თქვენ დაიღალეთ მარტოობით, დასრულდა ყველაფერი თქვენს ირგვლივ, ვერ ხედავთ მომავალს და ასე შემდეგ. მე გეუბნებით რომ გამოფხიზდით, სამყარო არც ისეთი ცუდია, ადამიანები არც თუ ისეთი ცუდები არიან და უბრალოდ თქვენ არ შეგხვდათ სწორი ადამიანები, თქვენს გვერდით უბრალოდ თქვენ ვერ იპოვეთ ისეთი მოკლედ რომ თქვათ, თქვენ არ გიგრძნიათ ბედნიერება. სულ იყო გარკვეული პრობლემები თქვენს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი პრობლემები, ეს გინდა ოჯახში, გინდა გარეთ, გინდა ფინანსური, გინდა აი ყველა მხრივ ხშირად გრძნობდით აი ძალიან ბევრ პრობლემებს თქვენ ცხოვრებაში. ეს პერიოდი ზუსტად იქნება იმისთვის, რომ თქვენ მიხვდეთ, რომ თქვენ სწორად გაიარეთ თქვენი ცხოვრების გზა, თქვენ ყველაფერი გადაიტანეთ თქვენ ზურგზე, რაც კი გადასატანი შესაძლოა რომ ყოფილიყო თქვენ ცხოვრებაში. და ზუსტად გაზაფხულის პერიოდში აი ეს ნაპერწკალი ჩაგესახებათ, რომ წახვიდეთ წინ, იაროთ წინ, დაუმტკიცოთ თქვენს გარშემო მყოფს, თქვენს თავს პირველ რიგში დაუმტკიცოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ბევრი რაღაცის შეცვლა და თქვენ იმსახურებთ კარგ მომავალს. ამ შემთხვევაში აი იქნება თქვენი გამოღვიძება აი იმ რაღაცა მძიმე საკითხებიდან, რომელიც თქვენ გედგათ. თქვენ შესაძლოა ძალიან ბევრი რამ დაკარგეთ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი რაღაცა ტკივილი მიიღეთ კონკრეტული ადამიანებისგან და ამანაც ასევე გამოიწვია თქვენი მარტოობა თქვენს ცხოვრებაში. და ახლა შეიძლება თქვენ მარტო ხართ. რა გელოდებათ გაზაფხულზე? გელოდებათ გაზაფხულზე ძალიან ნელი ნაბიჯით ახალი მიზნებისკენ მისწრაფება. თქვენ ისეთ რაღაცას ჩაეჭიდებით, აი პატარა იქნება ეს, მაგრამ მომავალში დიდი სიკეთის მომტანი. აი თითქოს ისეთ რაღაც ინფორმაციას გააქვთ თქვენ უკვე ეს ინფორმაცია, ნახეთ, თქვენ ეს უკვე გააქვთ. აი ეს მოსულია თქვენთან ეს სასიხარულო ამბავი, რომელიც თქვენ მომავალში უნდა აწყოთ ამ ყველაფერზე თქვენი ცხოვრება. დაასრულეთ ყველაფერ წარსულზე ნერვიულობა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არაფერს ეს უკვე აღარ მოიტანს, აი ამაზე ფიქრი, ვერაფერს ვერ შეცვლით რეალურად. და ცოტა ფართოდ გადით საზოგადოებაში. ანუ დაიწყეთ გარეთ გასვლა, ესე ვთქვათ, დაიწყეთ მოძრაობა. პირველ რიგში თუ ჩვენ არ მოძრაობთ, ესე ვთქვათ, არ გავდივართ საზოგადოებაში, ვართ ჩაკეტილები, ხომ? ძალიან ძნელია რაციონალურად აზროვნება. ანუ აზრებიც და გეგმებიც არანაირი არ მოგვდის თავში, კარგი იდეებიც, ასე ვთქვათ. და აი ეს უნდა დაიწყოთ პირველ რიგში, რომ გასვლა ხალხში, მოძრაობა, თუნდაც სეირნობა ფეხით, თუნდაც ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა, იმიტომ რომ თუ არ ვართ ფიზიკურად აქტიური, ჩვენ გონებას არ მიეწოდება შესაბამისი როგორ ვთქვა ეს სამედიცინო ესეთი სფეროზე, შესაბამისი ენერგია არ აქვს გონებას, რომ მიიღოს ისეთი აქტიური ვერ მუშაობს გონება ისე, რომ თქვენ მოგაწოდოთ კარგი იდეები, რომ თქვენ დაინახოთ რაღაცა კარგი გზა თქვენი მომავლის და ამიტომ უნდა იყოთ ფიზიკურად აქტიური. პირველ რიგში აი ამით უნდა დაიწყოთ. მაგრამ თქვენ ასევე, ვინც ახლა მერვე კომბინაციას უყურებს, ეს მერვეა, ხო? დიახ, მერვე კომბინაციას ვინც უყურებს, ხო? ამ შემთხვევაში როგორ არის? იცით, თქვენ რაღაცა ისეთი საქმეში მოეჭიდებით, რომელიც თქვენ გამოგაფხიზლებთ თქვენი ცხოვრების შეცვლისკენ. წყურვილი მოგეცემათ იმისა, რომ თქვენ წახვიდეთ წინ, დაამარცხოთ ეს პრობლემები, გაიაროთ ეს სირთულეები ამაყად. ანუ თქვენ უკვე გახვედით ბოლოში, ეხლა უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება რეალურად, მიხვდით და აი ამ გარკვეული უიმედობას შეეშვით, იმიტომ რომ გაქვთ ეს პერსპექტივა იმისა, რომ რაღაც ახალი, თუნდაც ნაბიჯები შექმნათ და კარგი მომავალი შეიქმნათ ცხოვრებაში.
ეს არის ზუსტად იმის მანიშნებელი, აი ეს კარტი, რომ თქვენ მოგეცემათ ფორტუნა, იღბალი, გამოიხედება თქვენსკენ, რომ ნელი ნაბიჯებით თქვენ წახვიდეთ წინ და შექმნათ თქვენი საუკეთესო მომავალი. ამიტომ აი ამ ყველაფერს დაასრულეთ, აი ამ ყველაფერზე, აი აქ გამოდით ცოტა საზოგადოებაში, უფრო ფართოდ შეხედეთ თქვენს ცხოვრებას, უფრო დიდ გეგმებზე იფიქრეთ, რა გინდათ, როგორ გინდათ, რა უნდა გააკეთოთ, პირველ რიგში რას აკეთებთ, თუნდაც დაიწყეთ ელემენტარულად აი სეირნობით, წონის კორექციით, მაგალითად თუ სურვილი გაქვთ, თქვენს თავს შემატეთ ძალები პირველ რიგში. როდესაც თქვენ თავს ძალებს შემატებთ, შემდეგ უფრო კარგად მოიზიდავთ თქვენ წარმატებას, იმიტომ რომ როდესაც თქვენს თავში ხართ დარწმუნებული, შესაბამის სწორ ნაბიჯებსაც დგავთ იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო რამ შემოვიდეს. აი სადღაც მაისის პერიოდში სრული გამოხვიძება გელოდებათ, რომელსაც თქვენ იტყვით, რომ მე ასე ცხოვრებას აღარ ვაპირებ, მე დროა მოვიკრიბო ძალები და ახალ ცხოვრების გზაზე წავიდე. აი ამას გადაწყვიტავთ თქვენ მაისის პერიოდში და აქამდე თქვენ იფიქრეთ და მოაძლიერეთ თქვენი ფსიქოლოგია, თქვენი თავი მოაძლიერეთ ცოტა, რომ აი ამ გზაზე, რომელსაც თქვენ გადაწყვიტავთ, რა გზაზე თქვენ წახვალთ, ხომ? რომ უკვე აი ესეთი სიძლიერით შეხვდეთ, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი ცვლილებების მომტანი თქვენ ცხოვრებაში. გაგიმართლებთ. ნუ ფიქრობთ იმას, რომ თქვენი ცხოვრება დასრულდა, თქვენ ცხოვრებას არ აქვს გაგრძელება, რომ ძალიან ცუდად ხართ და ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა იცხოვროთ მომავალში. თქვენ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ. თქვენ ცხოვრებაში კიდევ ახლა იწყება კარგი ეტაპები, თუ რომელსაც თქვენ თვითონ თქვენით შექმნით. ამიტომ ამაზე იბრძოლეთ, იმუშავეთ, თქვენ გაქვთ კიდევ ის რესურსი, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა რესურსი გაქვთ. და აი ადექით და უთხარით თქვენს აი ამ დეპრესიულ მდგომარეობას არა. და დაიწყეთ ახალი ფურცლით ყველაფერი. ნელი ნაბიჯებით, მაგრამ თქვენ მიაღწევთ იმ შედეგს, რაც თქვენ ძალიან გინდათ. თქვენ დაუმტკიცებთ ბერ ადამიანს, რომ თქვენ ძლიერი ხართ, რომ თქვენ აი ამ საშინელი რაღაც შესაძლოა არ ვიცი, შეიძლება ტრაგედიად გაქვთ რაიმე გადატანი, იმიტომ რომ ძალიან შეიძლება სიმძიმეს გავდეს ეს ვინც მერვე კომბინაციას უყურებს. რომ თქვენ აი ამ ყველაფრიდან ამაყად გამოხვედით და თქვენ ვერ შეძლეს დაუშვათ იმ ადამიანებმა თქვენი დაჩოქება და თქვენ ხართ ძლიერი და დაუმტკიცებთ ამ ადამიანებს, რომ თქვენ სად წავა, რომ რამხელა მასშტაბებზე შეძლებთ ასვლას თქვენი ცხოვრებაში და ის ადამიანები დარჩებიან იმ ადგილზე, სადაც თქვენ ისინი დატოვეთ, მიხვდით? და ამიტომ თქვენ უნდა იბრძოლოთ, რომ ამ ადამიანებს დაუმტკიცოთ აი ეს თქვენი სიძლიერე. მგონია რომ შესაძლოა ადამიანებისგან გაქვთ ძალიან დიდი ტკივილი მიღებული და ამიტომ ზუსტად უნდა იბრძოლოთ. და ამ შემთხვევაში ზუსტად ესე ხდება ხოლმე, რომ ის ადამიანები რჩებიან ზუსტად იმ ადგილზე, ვერ ვითარდებიან და ვისაც დიდი დარტყმა მიაყენეს, იმათ იმხელა ენერგია და ძალა ეძლევათ შემდეგ ბრძოლის უნარიანობის, რომ გარკვეულ რამოდენიმე წელიწადში ძალიან დიდ მწვერვალებს იპყრობენ წარმატების. ყველა ადამიანი, რომელიც არის წარმატებული, ან რა ვიცი, მდიდარი, შეგიძლიათ ვთქვათ, ან ბედნიერი, ხომ იმ ადამიანებს ძირითადად ძალიან დიდი ტკივილი აქვთ გადატანილი ცხოვრებაში და აი ეს იყო ზუსტად იმის მიმცემი, იმ ენერგიის მომცემი, რამაც მათ უბიძგათ შემდეგ, რომ ყველაფერზე აი გადაევლოთ სიძლიერით და ძალიან დიდ წარმატებას შემდეგ მიაღწია. აი ეს ახლა თქვენი მომენტი არის რაღაც ის დაცემის და ძალიან დიდი ადგომის თქვენ ცხოვრებაში. აი როგორც იცით, რომ როგორც ქარბორბალი, ისე რომ გადაუვლით ყველაფერს და დიდ რაღაც იმპერიას ააშენებთ თქვენი ცხოვრების. აი ეს დაიმახსოვრეთ. აი ეს ტკივილი მოგცემთ თქვენ ძალიან დიდ ტრამპლინს, სადაც თქვენ ჯერ თავიდან ნელი ნაბიჯით, მაგრამ ძალიან ბევრს მიაღწევთ. თქვენ დაამტკიცებთ, თქვენ კიდევ ვინ ხართ? ამ ადამიანებს დაუმტკიცებთ. მეცხრე კომბინაცია კიდევ რა გელოდებათ? ნახოთ, აბა ვნახოთ. მე ამერია, ესე იგი მეტი გამოდის, 10-ზე მეტი გამოდის, მეგობრებო.
რა უცნაური. ალბათ მაღალ ძალებს ესე უნდა რომ 11 არ მითქვია. კარგით. ნახეთ რა ხდება ახლა აქ მეცხრე კომბინაციაში. ესე იგი პიროვნებისგან სასიყვარულო წერილი, რომელიცაც ელოდებით რომ მოგწეროთ, გარკვევა თქვენი ურთიერთობის, ძალიან კარგი სასიყვარულო ურთიერთობებში ყოფნა, გაზაფხულზე შერიგება, ასევე ურთიერთობების დალაგება, სიყვარულის დამტკიცება, სიყვარულის გამყარება, თანაცხოვრებაზე ერთად ფიქრი, სადღაც გამგზავრება, ამ ადამიანთან ურთიერთობაში გარკვევა რეალურად რა გელოდებათ, რა მომავალი გელოდებათ, ანუ თქვენ და სასიკეთოდ ყველაფრის დასასრული ურთიერთობაში, დიდი სიყვარული, რომელიც თქვენ გეწევათ. ასევე ეს შესაძლოა იყოს თუ პარტნიორები, რომელსაც ოჯახი ჰქონდათ და უშუალოდ რაღაც გაურკვევლობა იყოს, შერიგება, თანაცხოვრება, იცით უფრო როგორი რაღაცა არის, თუ ადამიანის მოწერას ელოდებით, აი ამ ვიდეოს ყურების შემდეგ თქვენ ეს ადამიანი მოგწერთ. და მე ვიცი დაწერთ კომენტარებში ამას. ეს ერთი, მეორე, ავიღოთ. სიყვარულში გამოტყდომა, ანუ თქვენი პარტნიორი გამოგიტყდებათ სიყვარულში, რომ ძალიან უყვარხართ, ძალიან უნდა თქვენთან ყოფნა, თქვენთან მომავალი სურს ამ ადამიანს. ასევე ძალიან შინაგანი კომფორტი ამ ადამიანთან ერთად, ურთიერთობის დალაგება, გარკვევა, რაც გაინტერესებდათ და შერიგება, პირველ რიგში ესეც იქნება, რომ შერიგდებით, იქნებით ერთად. ასევე იქნება ამ ადამიანის ჩამოსვლა შესაძლოა თუ უცხოეთშია, ან ერთად გადასვლა, თუ გეგმავთ რომ ერთად იცხოვროთ, 4 თვეში ერთად იცხოვრებთ თქვენ, თანაცხოვრებას დაიწყებთ ერთად. ასევე გასაღები, რომელიც იქნება პიროვნებისგან შესაძლოა გრანდიოზულ საჩუქარს გიკეთებთ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ან თქვენი პარტნიორი გიკეთებთ საჩუქარს ან თქვენ უკეთებთ, რომელიც იქნება ძალიან ისეთი გრანდიოზული საჩუქარი, მოკლედ ისე რომ თქვა, შესაძლოა ეს ავტომობილის გასაღები იყოს ან იყოს სახლის, აი ესეთი რაღაც გასაღები, რომელსაც აიღებთ თქვენი პარტნიორისგან. ნუ ეს შეიძლება იყოს პირობითად რაღაცის გარკვევის ან მისი გულის გასაღები თქვენ გქონდეთ. ესე შეიძლება ხომ იყოს, იმიტომ რომ მარტო თქვენ უგებდეთ ამ ადამიანს და მან გითხრათ ეს, რომ შენს გარდა მე ვერ მიგებს და მე მინდა შენთან ვიყო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ. თქვენზე გააკეთებს არჩევანს თუ არის მესამე პირი და გადაწყვიტავს, რომ იყოს თქვენთან. და თუ რაღაცა მისგან რაღაც აბუცელოდებით, ან განქორწინების, ან რაღაცის დალაგების, გარკვევის, ამაზე მიიღებთ აუცილებლად ძალიან კარგად ადებით პასუხს. მოკლედ, დიდი სიყვარული გელოდებათ. ვინც ჩაიფიქრა, მეცხრე კომბინაცია. დიდი სიყვარული გელოდებათ. პარტნიორისგან შეტყობინებას ელოდეთ, შერიგებას ელოდეთ და თქვენ იქნებით მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანი და თქვენთვისაც ის იქნება საყვარელი ადამიანი და თქვენ აი ამ ყველაფერში იპოვით ძალიან დიდ ბედნიერებას ამ ადამიანთან ურთიერთობაში. ეს მეცხრე კომბინაცია, მოკლედ ახლა დაგვრჩა ჩვენ მეათე კომბინაცია. მეათე კომბინაცია, თქვენ მიდიხართ ურთიერთობებიდან ალბათ, მიდიხართ ადამიანებიდან, სადაც ძალიან გული გატკინეს და საერთოდ მიდიხართ, შესაძლოა საერთოდ ქვეყნიდან მიდიხართ. საერთოდ ტოვებთ ადამიანებს, ვინც თქვენ ვერ დაგაფასეს და მიდიხართ ამ ადამიანებისგან სამუდამოდ, ანუ ჭრით ყველა გზას, რომ ეს ადამიანები თქვენთან მოვიდნენ. ასევე შესაძლოა იყოს თუ გარკვეულწილად რაიმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაინტერესებდათ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იქნება დასასრული აი იმ რაღაცა გარკვეული პრობლემის, იცით, აი წავა ეს პრობლემა თქვენიდან. შესაძლოა ოპერაციული ჩარევაც გქონდათ, თქვენ დაგეგმილი ან აპირებთ. ბოლომდე მორჩება, ან გადაწყვეტილების წინაშე გახართ, გაიკეთოთ თუ არა. გარკვეულწილად შეიძლება ესე ოპერაცია იყოს დაგეგმილი, ან თქვენ საყვარელ ადამიანზე გაქვთ ჩაფიქრებული. აი ეს ჯანმრთელობის პრობლემა მოუგვარდება, სადღაც მაისის თვემდე გამოჯანმრთელდება ბოლომდე ეს ადამიანი და გაგივლით შესაძლოა სულიერ ტკივილებიც იყოს ესენი, ძალიან გატკინეს გული, შეიძლება ძალიან გინდათ სადღაც აი წასვლა, შეიძლება ძალიან გინდათ განთავისუფლება, რომ აი
განთავისუფლდეთ ამ რაღაცა ნეგატივისგან, დიახ, განთავისუფლდებით ამ ნეგატივისგან, თქვენ უნდა შინაგანად გაიწმინდებით ამ ყველანაირი ცუდი ენერგიისგან, რომელიც დაგროვდა თქვენთან და აბსოლუტურად ახალი ენერგიით იქნებით მაისის, ივნისის თვიდან, ესე რომ ვთქვათ. გაზაფხული მოგიტანთ რას? განთავისუფლებას, ჯანმრთელობის პრობლემების დასრულებას, რომ თქვენ იქნებით ჯანმრთელი და თქვენი საყვარელი ადამიანზე თუ გაქვთ ჩაფიქრებული, გაიგებთ, რომ ის გამოჯანმრთელდა, ესე ვთქვათ. ასევე არჩევნის წინაშე დადგებით და ძალიან კარგ გზაზე დადგებით, არჩევნის წინაშე დადგებით, წახვიდეთ ამ ურთიერთობიდან თუ დარჩეთ, მაგრამ მე მგონია, რომ წახვალთ და ეს ძალიან კარგი იქნება. არ დარჩებით თქვენ ამ ურთიერთობებში და ამ ადამიანებისგან წასასვლელი ხართ, გასანთავისუფლებელი ხართ, იმიტომ რომ თქვენ ამ ადამიანებმა ვერ დაგაფასეს და ასეთი ურთიერთობისგან წახვალთ ზუსტადაც რომ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი დაუფასებლობა და ძალიან დიდი ტკივილი სულიერი, რომელიც თქვენ ახლა გაწუხებთ. და ამიტომ ზუსტად თქვენ ამაყად წახვალთ, თქვენ ვალდებულებებს ყველაფერს მოისწუმრებთ და ამაყად წახვალთ ამ ადამიანებისგან დაასრულებთ ამათთან ურთიერთობას და დაამტკიცებთ, რომ თქვენ მართალი იყავით სხვათა შორის. მაგრამ აი აქედან თითქოს წასასვლელი ხართ თქვენ. ეს იყო მე-10 კომბინაცია, ჩემო კარგებო. და ვნახოთ მე-11 კომბინაცია, რომელიც მე რატომღაც არასწორად დავთვალე, პრინციპში არც დამითვლია, მეგონა რომ 10 კომბინაცია იქნებოდა და გამოვიდა 11 კომბინაცია და აი რა პასუხი გველოდება აქ, აი აქ მე-11 კომბინაციაში ძალიან საინტერესოა. მე-11 კომბინაცია. მე-11 კომბინაცია არის ჩემო კარგებო, იცით რასთან დაკავშირებული? თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებთ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უნდა იყოს თქვენი სტაბილურობის მომტანი. სტაბილურობის მომტანი ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც ფინანსებთან დაკავშირებით, თუნდაც რაიმის აშენებასთან დაკავშირებით. შესაძლოა თქვენ რაიმე ააშენოთ მომავალში. შესაძლოა თქვენ რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთოთ მომავალში, რისთვისაც თქვენ ძალიან დიდი ისეთი სიბრძნე გჭირდებოდათ, ანუ აი ესეთი სიბრძნეც და ასევე გონებამახვილობა, ენამახვილობა დაგჭირდეთ რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რასაც მომავალში თქვენ შექმნით. თქვენ ძალიან დიდ რამეს შექმნით მომავალში. თქვენი ცხოვრებისთვის იქნება ეს ძალიან გრანდიოზული, ესე ვთქვათ, რომელიც ძალიან დიდი ფუნდამენტი იქნება სტაბილურობის, რასაც აშენებთ დიდ რაღაცას აშენებთ თქვენი მომავლისთვის, თქვენი ოჯახისთვის, თქვენი თავისთვის. ასევე ეს შეიძლება იცით რა იყოს კიდევ? აი მე-11 კომბინაციაში ესეთი რაღაცის თქმა მინდა. ადამიანი, რომელიც სამკუთხედი შესაძლოა იყოს ურთიერთობის, მაგრამ ეს იყოს ძალიან მყარი სამკუთხედი. აი ძალიან მყარი სამკუთხედი. და აი თქვენი ბედისწერაა თითქოს ეს ადამიანი მიხვდით, რომელიც წაგიყვანთ ძალიან შორს, რომელიც მოგატარებთ ძალიან ბევრ ქვეყნებს შესაძლოა, ძალიან ბევრი ადგილები გაჩვენოთ ამ ადამიანმა. აი ესეთი გარკვეული პრინციპით პიროვნება იყოს, მაგრამ სასიყვარულო სამკუთხედი იყოს, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში. შესაძლოა პარალელურად თქვენ აი ამ რაღაცასაც აშენებდეთ და აი ეს ადამიანიც გეხმარებოდეთ თქვენ ამ ყველაფერში. იმიტომ რომ აი ეს სასიყვარულო სამკუთხედში, აი ეს პიროვნება ძალიან ბევრ რაღაცას გაგიკეთებთ ცხოვრებაში. თითქოს აი ბედისწერამ შეგახვედრთ ეს ადამიანი, მიხვდით? რომელმაც დიდი სტაბილურობა უნდა მოიტანოს თქვენ ცხოვრებაში და აი ამ გაზაფხულის პერიოდში თქვენი ურთიერთობა ეტყობა ახალი დაწყებულია, ეს კონტაქტები წლის დასაწყისიდან დაიწყო ამ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ადამიანი აი ყველაფერს გაგიკეთებთ თქვენ. აი თქვენ თუ მანდილოსანი მიყურებთ, ანუ საყვარელი ქალი იქნებით ამ ადამიანის მუდამ, რომელიც აი არ ვიცი, ძალიან
ძალიან მაგარ ცხოვრებას გაჩვენებთ მოკლედ ეს ადამიანი რა. ძალიან ბევრ რაღაცას სტაბილურობას შეგიქმნით, ფინანსურს, შინაგან ჰარმონიას. აი თქვენ აღარავინ აღარ დაგჭირდებათ ცხოვრებაში, იტყვით რომ ეს ადამიანი მინდა, მე მასაც ვუნდივარ და ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. უბრალოდ შეიძლება ეს ადამიანი თავისი გარემოებიდან გამომდინარე ვერ შეძლოს ბევრი დრო დაგითმოთ, შეიძლება რაღაც ისეთი ბიზნესი გქონდეს, რაღაც შეიძლება ისეთი თანამდებობა გქონდეს, რომ ვერ ხვდებოდეთ ხშირად, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას მოგცემთ ცხოვრებაში. რას თქვენ გაკლდათ, გიდა ფინანსური, გიდა მატერიალური, ნებისმიერი რაც გაქვთ ჩაფიქრებული, ეს ადამიანი მოგცემთ თქვენ. ძალიან დიდ რაღაცებზე აქ საუბარი, აქ არ არის პატარა რაღაცებზე საუბარი. ეს არის ლაქშერი ცხოვრებაზე საუბარი, ისე რომ ვთქვათ. შეიძლება უცხოეთშიც იყოს ეს პიროვნება, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას შეგიქმნით ეს ადამიანი, შეიძლება ისეთ ბიზნესიც გაგიკეთოთ, რომ თელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოთ. ვაუ, აი ეს იყო მე-11-ში დამალული. ვიღაცას შეიძლება ძალიან ჭირდებოდა ეს ინფორმაცია და ზუსტად თქვენ მოისმინეთ ეს. ადამიანი, რომელიც მოგცემთ ძალიან დიდ შინაგან ბედნიერებას, სტაბილურობას და ძალიან დიდ სიმდიდრეს, მარტივად რომ გითხრათ. უცხოელი იყოს შეიძლება ეს ადამიანი და აი რასაც გვია, აი არ ვიცი, ყველაფერს გაგიკეთებთ, ყველა თქვენს ოცნებას აასრულებთ ეს დაოჯახებული ადამიანი სასიყვარულო სამკუთხედში და ასტაბილურებს ყველაფერს თქვენ ცხოვრებაში. თავბრუ დამხროვი მომავალი გელოდებათ ამ პიროვნებაში. ასაკით შეიძლება დიდი იყოს ეს ადამიანი. მოკლედ ესე, მე მგონი მოგეწონათ ეს ჩემი საჯარო გაშლა, რომელიც თურმე 11 კომბინაციისგან შედგებოდა და მეგონა რატომღაც 10 კომბინაცია გამოგვივიდოდა. იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრის მომცემი იყო, ბევრი მეტად ინფორმაციის მომცემი იყო ესეთი გაშლა. წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და ძალიან მიყვარხართ. კარგად.